გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ფორუმის თითოეული მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ ამ ცვლილებებმა სავაჭრო ურთიერთობებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და ბუნებრივია პირველივე პანელზე, სადაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები გამოდიოდნენ, კითხვა სწორედ ასე ჟღერდა, თუ როგორ უნდა დახვდეს რეგიონი სამხრეთ კავკასია იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ სავაჭრო ურთიერთობების გადაწყობის პროცესში გაჩნდა და ბუნებრივია სატრანსპორტო მიმართულებას დაეთმო განსაკუთრებული აქცენტი მხარეების მხრიდან, რადგან არსებობს ნება თბილისის, ბაქოსა და ერევნის მხრიდან, რომ განიბლოკოს ყველა სატრანსპორტო შესაძლებლობა, რომელიც ამ რეგიონს აქვს, იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, აბრეშუმის გზის ამ ნაწილმა, რომელიც კონტინენტების დაკავშირების ერთგვარი ცენტრია, საკუთარი სრულფასოვანი როლი ითამაშოს და მოიგოს ის ისტორიული ნიშა, რომელიც მათ ოდითგანვე ჰქონდა. შესაბამისად, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გაციფრულება, მონაცემთა გაციფრულება, ასევე დაკავშირებადობა და ინვესტიციები არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ახლა პრემიერ-მინისტრები მსჯელობენ. ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმის გამო, რომ ბაქოსა და ერევანს შორის უკვე შედგა ერთგვარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაში არსებული ყველა ბარიერი მოიხსნას. შესაბამისად, ახლა, როდესაც ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული კონფლიქტი გადაწყდა და მშვიდობით დასრულდა, მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩართულობით, ახლა უკვე სულ სხვა პერსპექტივიდან იყურება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, რომ ამ შუადერეფანში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სამივე ქვეყანამ, რომ ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახოს უკვე სამივე ქვეყნის მოსახლეობაზე და კეთილდღეობაზე. დღეს კავშირები ბევრად უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია, ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად უწყობთ ხელს. მაგრამ 21 საუკუნეში მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება. ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის. 10 წლის განმავლობაში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარგენიგზო კომპანიის შექმნის შესახებ. ჩვენი პარტნიორის აზიის განვითარების ბანკის 3 მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეების შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი წარმატებული პროექტები დაიგეგმოს. ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზა გაიხსნება და გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს არა მარტო სომხეთის, არამედ საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართებით. ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, არის ის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს საქართველოსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა აი ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გაიზრდება, განვითარდება და დაითვისდება. და იმასაც კი ვიტყვი, რომ არ იქნება საკმარისი იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საერთაშორისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკვე აშკარაა. ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ საქართველოს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონს სტაბილურობა გქონდეს მუდამ. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ნამდვილად ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა და დიდი ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში,
აძლიერებს აზერბაიჯანის პოზიციას როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრად ევრაზიის რეგიონში. ჩვენი ქვეყანა გამუდმებით ახორციელებს ძალისხმევის ინვესტირებას ინფრასტრუქტურის განვითარებაში გასულ წელს. ჩვენი თვითმფრინვის მომსახურების შესაძლებლობა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზაზე გაიზარდა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე აზერბაიჯანის ინვესტიციების წყალობით. ამავდროულად მეორე ეტაპი ამ განვითარებაში თვითმფრინვის მომსახურების სფეროში 15-დან 25 მილიონ ტონამდე დაიწყო ბაქოში საერთაშორისო საზღვაო პორტის საშუალებით, რომელიც აკავშირებს ძირითად სარკინიგზო გზებს და სახმელეთო გზებს ჩვენს ქვეყანაში. აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში უკვე მეხუთედ ტარდება, მოგესალმებით 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ეს მასშტაბური ფორუმი, სადაც არაერთ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში 60-ზე მეტ სახელმწიფოს წარმომადგენელს, 2000-ზე მეტ სტუმარს, როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, აქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს პოლიტიკაზე, ბიზნესზე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ბიზნეს პარტნიორების ჩართულობით იმისათვის, რომ რეგიონის ხიბლი, რომელიც არსებობს მშვიდერებანში, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტიციებისთვის და შესაბამისად ამას ეთმობა მსჯელობა მთელი 2 დღის განმავლობაში. ჯერჯერობით ჩვენ მოვისმინეთ ზოგადი განცხადებები, ასე ვთქვათ პოლიტიკური განცხადებები იმ ნებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში, ბაქოსა და ერევანში მიმართულებით არსებობს, თუმცა ფორუმი გრძელდება 2 დღის განმავლობაში, იქნება შესაძლებლობა, რომ შინაარსით შევიდეთ და მეტი შევიტყოთ იმის თაობაზე, თუ როგორ ხორციელდება მაგალითად ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე შავი ზღვის კაბელი, რომელზეც საკმაოდ ხშირად არის საუბარი და თბილისი ხშირად აკეთებს ხოლმე აქცენტს აი ამ პროექტებთან დაკავშირებით. საინტერესოა გავარკვიოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროექტები და რა შედეგებია უკვე 2 წლის თავზე, გასული ფორუმის შემდეგ.